გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლები. აი დაგიბრუნდით და მზად ვარ საინტერესო ქართული ამბების მოსათხრობად. იქამდე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს არხის გამოწერისთვის და ვიდეოს მოწონებისთვის. ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორს კროკოს სპონსორობისთვის და გვერდში დგომისთვის. მის გარეშე ვერ შევძლებდით თქვენთვის ამ არაჩვეულებრივი ქართული ამბების მოყოლას. მოკლედ დავიწყოთ. ნოდარ დუმბაძეს მანქანა მოპარეს. ახლა მოგიყვებით ამბავს თუ როგორ დაუბრუნეს ქურდებმა ნოდარ დუმბაძეს მოპარული მანქანა. ნოდარ დუმბაძე გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწერალი იყო, უდიდესი სახალხო სიყვარულით სარგებლობდა. ერთხელაც თბილისში მწერალს თავისი საყვარელი ავტომობილი მოპარეს. იმ პერიოდში მანქანა ფუფუნების საგანი იყო და მისი პოვნა თითქმის შეუძლებელ მისიად ითვლებოდა. კაცმა არ იცის, სად შეიძლება წაეყვანათ, დაეშალათ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით იყო შანსი, რომ ვერასოდეს ვეღარ ეპოვა თავისი მანქანა. არც ათვალთვალო კამერები იყო და არც სხვა ტექნოლოგიები განვითარებული. პოლიცია, უпростоრედ მილიცია, ფეხზე დადგა, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. ნოდარი ძალიან წუხდა. თუმცა ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღეში საოცრება მოხდა. ერთ დილას მწერალმა გამოიხედა ფანჯარაში და ხედავს, რომ მისი ვოლგა ზუსტად იმავე ადგილას დგას, სადაც გააჩერა. ჩავიდა ეზოში და რას ხედავს? მანქანა იდეალურად არის გარეცხილი, სალონი დასუფთავებულია, ბენზინის აუზი ბოლომდე სავსე, ხოლო წინა მინაზე საწმენდის ქვეშ პატარა კონვერტია ამოჭრილი. კონვერტში წერილი იდო: ბატონო ნოდარ, დიდი ბოდიში არ ვიცოდით ვის მანქანას ვიპარავდით. თქვენს შემოქმედებას დიდ პატივს ვცემთ. თხოვთ გვაპატიოთ. აი, ასე გადაარჩინა ნოდარ დუმბაძის იუმორმა და ნიჭმა მისი ქონება იმ ხალხისგანაც კი, ვისთვისაც კანონი არაფერს ნიშნავდა. ისე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნოდარ დუმბაძეს ისედაც ჰქონდა ახლო კავშირი ასეთ ხალხთან. თეთრი ბაირაღების გამოქვეყნების შემდეგ მას ძალიან აფასებდა კრიმინალური სამყარო. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მისი მეგობრები კრიმინალური სამყაროდან მოდგნენ, გაარკვიეს ქურდების ვინაობა და მანქანა დააბრუნეს. კიდევ ერთ რამეს გეტყვით ნოდარ დუმბაძეს. როცა კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა კითხულობდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო. ნოდარ დუმბაძეს უთქვამს ოჯახში, თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაში იგივე არ გაიმეორო. ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, ხომ დაიხოცება ხალხი დაკრძალვაზე სიცილითო. მაგრამ მწერალი შეცდა. მის დაკრძალვაზე რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა კითხულობდნენ მისი ნაწარმოებები და ნაწყვეტებს. ხალხს კი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. კულა გლდანელი ნესტორ ესებუას წინააღმდეგ. მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში დიდი მასშტაბის მოვლენა მოხდა. ეს არც პოლიტიკას უკავშირდებოდა და არც ომს. ეს იყო ჭიდაობა. ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ ქართლ-კახეთის დაუმარცხებელი ფალავანი, თბილისელთა კერპი, კულა გლდანელი და სამეგრელოს ჩემპიონი ნესტორ ესებუა. თბილისელები სანაძლეოზე სახლებსა და ქონებას ჩამოდიოდნენ. თბილისის ერთ-ერთ ბაღში გამართულ შეკრებაზე ტევა არ იყო. ხალხი ხეებზე იყო ასული, რომ რამე დაენახა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კულა გლდანელი ლეგენდარული მოჭიდავე იყო. მისი სახელი მთელს ქვეყანაში იყო გავარდნილი. პოპულარობის მატებასთან ერთად რასაკვირველია იმატა მისმა ფასმაც. კულა ძალიან დიდ ჰონორარს იღებდა მაყურებლისგან. ამას ემატებოდა ფსონები. კულაც აინუნში არ აგდებდა მოწინააღმდეგეებს. ელაზღანდარავებოდა და დასცინოდა. აღმოსავლეთ საქართველოში ვერავინ მერევა. დასავლეთი ხომ საერთოდ სალაპარაკოთაც არ ღირსო. გაბრაზებულა ნიმერლები, გურულები, ეგრელები. მისულან მაშინდელ დასავლეთ საქართველოში არანაკლებ ცნობილ ვაჟკაცთან, ნესტორ ესებუასთან და უთხოვიათ: შენი ჭირი, უარი არ გვითხრა, წამოვყევი, იქნებ როგორმე დაამარცხო კულა გლდანელი. თორე რაღაცა მეტანი დაგვრცინისო. ნესტორ ესებუამაც უარი არ უთხრა. წარმოიდგინეთ რა ამბავი ატყდებოდა მთელს ქვეყანაში. დასავლეთის და აღმოსავლეთის ურთაბრძოლა, დასასწრები ბილეთების ფასი გასამაგდა. გლეხები კი იყვნენ უკმაყოფილოები, მაგრამ ასეთ მეგაშოუზე დაუსწრებლობა არაფრით არ გამოდიოდა. ამბავი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ყურადღებაც კი მიიქცია. მოჭიდავეები მაშინ ცნობილ ხრიკს მიმართავდნენ. გაიცხიმიანებდნენ მთელს ტანს, რომ მოწინააღმდეგეს ხელი ადვილად ვერ მოეკიდა. ასე მოიქცა კულა გლდანელიც. თუმცა ესებუამ სხვა ხრიკს მიმართა. ხელი კრა თბილისელს და როგორც კი წაბორძიკდა მთელი ტანით დააწვა და წააქცია. მოიგო დასავლეთმა. მთელი სამეგრელო 3 დღე გრიალებდა. აი თბილისში კი თითქოს გლოვა გამოცხადდა.
კინტოები ტიროდნენ, საპარიკმა ხეროები და დუქნები დაიხურა. გაოგნებულ კულას უთქვამს, მე კი არ წავქცეულ ვარ, მთელი ქართლი და კახეთი წაიქცა. ასე იყო თუ ისე, მიუხედავად დიდი მარცხისა, კულა გლდანელმა ძალიან დიდი ფული იშოვა ამ ჭიდაობით. აკაკი წერეთელმა კი ამ ამბავს ლექსიც კი მიუძღვნა, სადაც ესებუას გამარჯვება და კულას ვაშკაცობა ერთიანად დააფასა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სპორტულმა მოვლენამ აბსოლუტურად ყველაფერი დაჩრდილა და წლის მთავარი ამბავი გახდა. პატარა ამონარით წაგიკითხავთ აკაკის ამ ლექსიდან. ასე გაფუჭდა გლდანელი, განთქმული მოჭიდავეო, თურმე იძახის ტირილით, გავბრიყვდი დავაშავეო, რომ ჩემი დიდი სახელი უბრალოდ გავათავეო, მაგრამ ნუგეშად ეს მრჩება, რომ ხალხი გავატყავეო. აქ კიდევ ერთი მაგარი ამბავია. კულა გლდანელს ლექსის ავტორისთვის რომ არ მიეგნო, აკაკიმ ეს ლექსი ფსევდონიმით დაწერა. ონელი მესტვირე იყო ავტორი. ვაჟა ხანჯლით თეატრში. ვაჟა ფშაველა თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ როცა ჩამოდიოდა, ყოველთვის თავისი განუყრელი ტრადიციული ჩოხა ახალუხითა და იარაღით დადიოდა. ერთ საღამოს ვაჟა თბილისის თეატრში სპექტაკლის სანახავად მივიდა. თეატრში შესვლისას, როგორც წესი მოითხოვდა, მაყურებელს პალტოები და ზედმეტი ნივთები გარდერობში უნდა დაეტოვებინა. გარდერობის მომსახურემ და თეატრის ადმინისტრატორმა ვაჟას მოწიწებით თხოვეს, რომ თეატრის წესებიდან გამომდინარე, წელიდან ხანჯალი შეეხსნა და იქ დაეტოვებინა. რაო, შეიკრა წარბები ვაჟამ. გაკვირვებულმა შეხედა ადმინისტრატორს და მკაცრად მიუგო. იარაღი რომ მოვიხსნა, მე ვაჟა აღარ ვიქნები. ბარემ ისიც მითხარით, რომ ეს ჩოხაც უნდა გავიხადო. წავედი მე აქ აღარაფერი მესაქმებაო. მობრუნდა და წასვლა დააპირა. შეშინებულმა თეატრის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ ბოდიში მოუხადა მთის არწივს. დაუშვა გამონაკლისი, დაარღვია თეატრის წესები და გენიალური პოეტი თეატრში ხანჯალ შემორტყმული შეუშვა. რას იზამ, ვაჟას გულისთვის რაღაცეებზე ხანდახან თვალი აუცილებლად უნდა დახუჭა. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ამბები. მე კი ისევ ერთი პატარა სათხოვარი მექნება თქვენთან. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩვენ მალე შევხვდებით. დროებით.